საღამოშვიდობის მივესალმები პატიციონალ პარლამენტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს. დღეს ქორუმი გვაქვს, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღეს წესრიგში გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილებები წარმოდგენილი გთხოვთ კოლეგებო დღის წესრიგის დადასტურებას. მადლობა. მოხსენებელი არის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე, რომელიც წარმოგვიდგენს ცვლილებების ძირითად არსს და შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, რომ თქვენი ინტერესის შემთხვევაში დამატებითი კითხვებით ამოვწუროთ ეს თემა. გთხოვთ ბატონ გენადი. მადლობა, მოგესალმებით ყველას. დღეს წარმოგიდგენთ, როგორც უკვე აღნიშნეთ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს. კანონში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ცვლილებები, სხვადასხვა მიმართულებით. ერთი გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის შორის დადებული ასოცირების შეთანხმებიდან და იმ ვალდებულებებიდან, რომელიც ეხება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის ნაწილს. ასევე არის უფრო ტექნიკური ხასიათის ცვლილება, ეს ეხება სტანდარტის სავალდებულოების ნაწილს და ასევე არის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესები, როგორც მომენტებული საფრთხის შემცველ ობიექტების მიმართულებით, აქ არის სასანქციო ნაწილი, ჯარიმებს ეხება და მის გაზრდას. რაც შეეხება დავიწყებ თითოეულ საკითხის მოკლედ ჩამოყალიბებას, ბაზარზე ზედამხედველობის ნაწილს, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან, აღნიშნული ცვლილებების პროექტით შესაბამისი ამოქმედების ვადად განსაზღვრეთ 2026 წლის 1 ივნისი. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს შესაბამისობის უზრუნველყოფას პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისა და შესაბამისობის შესახებ ევროპის პარლამენტსა და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის 2019-1020 რეგულაციასთან, რომელიც სრულად ამოქმედა 2021 წელს, კერძოდ 16 ივლისიდან წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ აღნიშნული რეგულაციის ტრანსპოზიციის ვალდებულება განსაზღვრული არის საქართველოსა და ევროკავშირის შორის დადებული გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, კერძოდ შეთანხმების მესამე ბ დანართით, ვინაიდან ცვლილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა წინა რეგულაცია 765/2008 ნაცვლება ის 1020 რეგულაციით და შესაბამისად ჩვენც ვახდენთ ამის დაახლოებას. ბოდიში ხდით ჩაგეჭრებით თუ შეიძლება, ანუ წინა ასოცირების ხელშეკრულების ბაზით როცა მოეწერა ხელი 2014-ში, მაშინ იყო გათვალისწინებული, გადმოვიღეთ, ეხლა მოხდა ევროკავშირში ამ რეგულაციის განახლება და მისი განახლებული ვერსიის დაახლოება, დინამიური დაახლოების პარკლებში მოვახდინეთ სულ რაღაც 3-4 წელიწადში, მაშინ როდესაც თვითონ უშუალოდ წევრმა ქვეყნებმა 2021 წელს მოახდინენ აღნიშნული რეგულაციის დანერგვა და ჩანაცვლება. ამასთან აღსანიშნავია, რომ 1020 რეგულაციით უფრო დეტალურად, ხოლო რიგ შემთხვევაში ახლებურად მოწესრიგდა ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების რიგი საკითხები, მათ შორის გაფართოვდა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, განისაზღვრა ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები, უფრო დეტალურად გაიწერა საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისთვის გაკუთვნილ პროდუქტებზე ზედამხედველობის განხორციელების ღონისძიებები, ასევე დაწესდა წევრი სახელმწიფოების მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება და ასევე დაზუსტა რიგ ტერმინთა განმარტებები. შესაბამისად წარმოგიდგენთ ახლა მოკლედ იმ ცვლილებებს, რომელიც იქნა გათვალისწინებული საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომლებიც ამჟამად წესრიგდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით, აისახა იერარქიულად უფრო მაღალმდგომ საკანონმდებლო აქტში, შესაბამისად ამ კოდექსში. ამასთან საბაჟო ტერიტორიაზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების პროცედურული საკითხები დეტალურად რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ცვლილებით ასევე სააგენტო უფროსული იქნება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების და შენახვის ადგილებში განახორციელოს ზედამხედველობა, არა მხოლოდ დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში, არამედ რისკის ანალიზის საფუძველზეც, ანუ მოქმედი კანონმდებლობით იყო ეს მხოლოდ დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში და მხოლოდ რეალიზაციის ადგილებში, ასე რომ ფართოვდება
ის ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ბაზარის ზედამხედველობის განხორციელება. სრულებით ასევე დეტალურად განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, მათ შორის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და ბაზარის ზედამხედველობის ორგანოსთან თანამშრომლობის ნაწილში. კანონპროექტით ასევე სააგენტო უფლებამოსილი იქნება დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში დაავალოს ეკონომიკურ ოპერატორს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, ან მისი სხვაგვარად გამოსადეგრად ქცევა, ან რეექსპორტი ან გადამუშავება. მოქმედი რედაქციით განადგურების ღონისძიება ეხებოდა მხოლოდ საშიში ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის ბირთვული ნივთიერების შემცველ პროდუქტებს. კანონი ასევე არ ითვალისწინებს განადგურების ზემოაღნიშნულ ალტერნატიულ მექანიზმებს, აღნიშნული ცვლილებით შესაძლებელი იქნება პროდუქტებიდან გამომდინარე საფრთხების პროპორციულად ღონისძიების გატარება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე. კანონპროექტით საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო ასევე ვალდებულია სულ-მცირე 4 წელიწადში ერთხელ დაამტკიცოს ზედამხედველობის ბაზარის ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია განსაზღვრავს შესაბამის პრიორიტეტებს, თუ რომელი პროდუქტების პრიორიტეტულობა უნდა განახორციელოს ბაზარის ზედამხედველობის დროს და აქედან გამომდინარე შესაბამისი ამოცანები იქნება დაგეგმილი 4 წლის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ბაზარზე საფრთხის შემცველი პროდუქტების განთავსება. აღნიშნული ცვლილება სტრატეგია უნდა იყოს დამტკიცებული პირველი ეროვნული სტრატეგია 2028 წლის 1 იანვრამდე. გამომდინარე იქიდან ჩვენ ვაახლოებთ სხვადასხვა პროდუქტებს, ასევე მთლიანად როცა დასრულდება დაახლოების პროცესი, მაგის შემდეგ შედგება უკვე სტრატეგიაც პროდუქტების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე და საფრთხის შემცველობიდან გამომდინარე. ასევე იცვლება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების და გამოთხოვის სამართალდარღვევებზე ბაზარის ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების გასაჩივრების წესი. კერძოდ აღნიშნული დადგენილება პირდაპირ გასაჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში. აქამდე იყო მის ზემდგომ უწყებაში გასაჩივრების შესაძლებლობა, ანუ ეკონომიკის სამინისტროში და შემდეგ უკვე შეეძლო დაინტერესებულ მხარეს, რომ წასულიყო სასამართლოში და ეს ზედმეტი რგოლი ამოვიღეთ და პირდაპირ სასამართლოს შეუძლიათ რომ მიმართონ. დანარჩენი არის უფრო ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომელიც კერძოდ ბაზარის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმები უფრო სისტემატიზაციის მიზნით გაერთიანდა ერთ თავში. რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს, ეს ეხება სტანდარტ სავალდებულოების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და დადგინდა, რომ ის სტანდარტები, რომლებიც სავალდებულო არის, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მოქმედი კანონმდებლობით სტანდარტების გამოყენების სავალდებულობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი, ანუ რეგლამენტში თუ მითითებული იქნებოდა შესაბამის სტანდარტი, ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ სავალდებულო და ეხლა ეს შესაძლებელი იქნება მათ შორის ტექნიკური მათ შორის მთავრობის ნორმატიული აქტით. რაც შეეხება ახლა ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილს, ეს არის სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ახორციელებს შესაბამის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების და მეხუთე კლასის ობიექტების ზედამხედველობას და ასევე ნებართვების გასცემს მეხუთე კლასზე და მომეტებული საფრთხის ობიექტებზე. აღნიშნულთან მიმართებაში ხდება ძირითადად გაორმაგება, მათ შორის გაუთხრმაგება გარკვეული საჯარიმო სანქციების, კერძოდ ისეთი ობიექტების, მომენტებული საფრთხის შემცველი ობიექტების სამართალდარღვევის დროს, როგორიც არის კარიერის მაღარო შახტის, ნავთობაზრის და სხვა ობიექტების, როდესაც ხდება მათი ექსპლუატაციაში უსაფრთხოების, ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ჯარიმები ორმაგდება. მოქმედი კანონმდებლობით ის იყო ძალიან მინიმალური, ეს არის 150 ლარიანი არსებული და ეხლა ვაორმაგებთ, ანუ 300 ლარამდე ხდება, ხოლო მაქსიმალური რაც იყო ის იყო 3000 ლარიანი და აღნიშნული ხდება 6000 ლარამდე აღნიშნული ჯარიმის გაზრდა. ასევე ოთხმაგდება ჯარიმები ბუნებრივი გამოქვაბულისა და მღვიმის ობიექტებში, კერძოდ ეს ეხება
ამწე მოწყობილობას, ლიფტს და ასე შემდეგ, როდესაც ხდება შესაბამისად ორგანიზებული დაშვება ადამიანების, ესეთ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევების შესახებ ფლობელის მიერ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შეუტყობინებულობა იყო დაახლოებით 50 ლარიანი ჯარიმა და ის იზრდება 200 ლარამდე და ხოლო მაქსიმალური 100 ლარიანი ჯარიმა მოთქმაგდება და 400 ლარამდე გაიზრდება. ეს არის უბრალოდ შეუტყობინებულობა, როდესაც არ ახდენს ობიექტის ფლობელი ზედამხედველობის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ასევე სამშენებლო სამართალდარღვევების დაწესებული ჯარიმების დიფერენციაციას ჩადენის ადგილის მიხედვით, ანუ სხვადასხვა დიფერენცირებული ჯარიმები იყო, ქალაქში სხვა იყო, დაბაში, სოფელში სხვა იყო. ამ შემთხვევაში ასევე სარეკრეაციო ზონებში განსხვავდებოდა, ყველაზე მაღალი იყო სარეკრეაციო ზონებში, ამიტომ ჩვენ თვლის წერტილად ავიღეთ სარეკრეაციო ზონები, სადაც მაქსიმალური ჯარიმები იყო გათვალისწინებული და გავავრცელეთ მიუხედავად ადგილსამყოფელისა ყველა ობიექტზე ერთიანი ჯარიმა. მინიმალური ოდენობა იყო 8000 ლარის ოდენობით და ხოლო მაქსიმალური 50000 ლარით სხვა დარღვევებთან მიმართებაში. აღნიშნულის დიფერენცირება არ არის მიზანშეწონილი ერთი იქიდან გამომდინარე, რომ ეს გახლავთ ყველა ის ობიექტი, რომელიც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, ეს არ არის საერთო საცხოვრებელი ან კერძო სახლი, ეს არის უფრო მომენტებული საფრთხის მატარებელი ობიექტები, რომლებიც თავისი მასშტაბით, სირთულით და საფრთხის შემცველობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობაც მაღალი უნდა იყოს დაკისრებული და აქედან გამოვედით და გავზარდეთ ჯარიმები და ეს არის მაქსიმალური, რადგან ხდებოდა სხვადასხვა რეგიონებში მსგავსი ტიპის მასშტაბის ობიექტების მშენებლობის დროს სამართალდარღვევა და ის იმდენად მინიმალური იყო, ზოგიერთ შემთხვევაში იყო 200 ან 2000 ლარი და მარტივად იხდიდნენ ამ საჯარიმო სანქციებს და აგრძელებდნენ იგივე უნებართვო მშენებლობას ან კანონის დარღვევით ახორციელებდნენ, პროექტის დარღვევით ახორციელებდნენ მშენებლობას. ამიტომ მაქსიმალურად გავამკაცრეთ საჯარიმო სანქცია პრევენციის კუთხით და ასევე 2012 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც აღნიშნული კოდექსი იქნა მიღებული, მას შემდეგ ცვლილებები ჯარიმის ზრდასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა, 13 წელზე მეტი გავიდა და დარჩა მაშინდელი მინიმალური ჯარიმები. ასევე არის შესაბამისი გამომდინარე კანონ პროექტები, ეს შეეხება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, ასევე არის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე დაზუსტა რამოდენიმე მუხლი და ასევე საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის შესახებ. ეს იყო მოკლედ და მზად ვარ კითხვებისთვის. დიდი მადლობა. ესეთი საკითხებია პროდუქტის უსაფრთხოება, მისი თავისუფალი უსაფრთხო მიმოქცევა, რომ ალბათ თანხმდებით, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები და აუცილებელია მოწესრიგება. შეიძლება ეს ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებული ნორმებით თუ საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით ან უფრო მკაცრად ან უფრო მსუბუქად, თუმცა აუცილებელია ამ ნორმების მოწესრიგება და დაცვა, რაც მთავარია. ერთია კიდევ ერთხელ რაღაც კანონმდებლობა გქონდეს, მაგრამ მისი ახსრულება, ამიტომ ამ სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მიმართულებით. მე მაქვს კითხვები, უბრალოდ ჯერ თქვენ გთხოვთ ჩემს კოლეგებს თუ გაქვთ კითხვები და მე მეც გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით, ბატონო გენადი. ონლაინ გადაყიდვას ან ექსპორტს თუ ეხება ეს ტერმინთა ჰარმონიზება და მეორე ზედამხედველობა შეიძლება ყველაზე კლასიკური მაგალითია, მაგალითად Amazon-ს აქვს ასეთი სერვისი, როდესაც შეგიძლია საერთოდ საქართველოში არც განაბაჟო, არც არანაირი პროცედურა არ გაატარო, პირიქით მათ აქვს რაღაც საპოსტო მომსახურება, რომელიც მიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში მე როდესაც ვარ ჩართული, მე ვითვლები იმ წარმოებლად ან დისტრიბუტორად ამ შემთხვევაში პროცესში ჩართულს. მადლობა კითხვისთვის. ესე იგი პირველ შემთხვევაში რაც შეეხება თვითონ დირექტივა უშუალოდ ითვალისწინებს ონლაინ ვაჭრობის რეგულირებასაც, ანუ ამ შემთხვევაში ზედამხედველობას, თუმცა ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მასშტაბურია აღნიშნული რეფორმა გასატარებლად, მარტო ზედამხედველობის ნაწილში ამის ახსრულება ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა, როგორც ადამიანური რესურსით, ასევე მისი მოწესრიგებულობიდან გამომდინარე, ანუ ეს ეხება არა მარტო საქართველოში რეგისტრირებულ
რეგისტრირებულ ონლაინ პლატფორმებს, არამედ ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმას, ელექტრონულ კომერციას, ესე ვთქვათ, რასაც ვეძახით, მათ შორის Amazon-ი, eBay და ასე შემდეგ სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმები, Alibaba, რომელიც საქართველოში რეგისტრაციის, რომელსაც ვალდებულება არ აქვთ და მათ შეუძლიათ ელექტრონული კომერცია ჩვეულებრივად აწარმოონ, მათი უფლებების დაცვა და ზედამხედველობა მათ შორის გათვალისწინებული არის ამ დირექტივით. აქედან გამომდინარე, მასშტაბით, როგორც გითხარით და იქედან გამომდინარე, რომ მიკვლევადობა ძალიან რთული იქნება სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის ელექტრონულ კომერციას მეშვეობით რა ტიპის პროდუქტი და რამდენად უსაფრთხო პროდუქტის ესე ვთქვათ ვაჭრობა მიმდინარეობს, გამომდინარე აქედან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა მისი აღსრულება. ანუ არ გვინდოდა რომ უბრალოდ ტარიმუხლი ყოფილიყო და რეალურად აღსრულება ვერ მოხდარიყო მთავრობის მიერ, შესაბამისი უწყების მიერ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ამას არ დავარეგულირებთ და ვერ დავარეგულირებთ. თვითონ ევროკავშირის ქვეყნებშიც პრაქტიკა რომ მოვიკითხეთ, ძალიან რთულად ხდება აღნიშნული ელექტრონული კომერციის რეგულირება და ესეც მათთვისაც ახალი არის, ანუ ახლად შესული არის, როგორც გითხარით, 2021 წელს შევიდა, რომელმაც ახალმა რეგულაციამ გაითვალისწინა მათ შორის ონლაინ ვაჭრობის ფარგლებში ზედამხედველობა სამხმოვანო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე, მაგრამ ეს გამომდინარე იქიდან ჩვენთვის საერთოდ ხელმეუწვდომელი არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად ევროკავშირში მაგალითად სავალდებულობა არის თუ ის იმ ტერიტორიაზე, ანუ ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს იმ პროდუქტის მიწოდებას, ის აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული იმ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, იქ აღსრულება შედარებით მარტივი არის, მიკვლევადი არის და ჩვენ შემთხვევაში ეს მაგიტომ ამბობ, რომ ცოტა მასშტაბური რეფორმის ნაწილი არის და ეს ცალკეულად ვერ იქნებოდა ესე დარეგულირებული. მადლობა. სხვა კითხვები თუ გაქვთ კოლეგებს? ამავეს არ ვიცი ეხება თუ არ ეხება, მაგრამ კითხვა საბაჟო ორგანოებზე მინდა კითხოთ. უშუალოდ საბაჟოზე არსებული ორგანოები არ ახორციელებენ მონიტორინგს, როგორც ვთქვი, ხო, ამ იმპორტირებული საგნების და ამ მიმართულებით რა გეგმა გვაქვს? ანუ რა არის შემდგომი ეტაპები ამ მიმართულებით? საბაჟოზე რაც შეეხება, ზოგადად ევროკავშირის რეგულაცია არ ითვალისწინებს საბაჟოზე ზედამხედველობას. თუმცა ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რეფორმა დავიწყეთ 2019 წლიდან, პირველ ეტაპზე რაც იყო ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტები, ეს იყო ძირითადად ის 4 სამშენებლო პროდუქტი, როგორც არის ცემენტი, არმატურა, ასევე პლასმასის მილები, გარკვეულწილად ამ პროდუქტებზე თავიდან იმისთვის, რომ პირველ რიგში ეს ატარებდა ინფორმაციულ ხასიათსაც, რომ არ განთავსებულიყო ისეთი საფრთხის შემცველი პროდუქტი, რომელიც იგივე ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და შემდეგ აქ პრობლემები შექმნოდა რეალიზატორს, პრევენცია დავიწყეთ საბაჟოზე, მანამ სანამ ის განახორციელებს, ბიზნეს ოპერატორი განახორციელებს ამ შემთხვევაში გამბაჟებას, მანამდე ხდება შესაბამისი საბუთების და პროდუქტის შემოწმება ეჭვის დადასტურების შემთხვევაში და შემდეგ ხდება უკვე დაშვება ბაზარზე სარეალიზაციოდ ესეთი პროდუქტის. მაგრამ შემდეგ ჩამონათვალი პროდუქტების იმდენად დიდია, რომ ამის საბაჟოზე გადამუშავება უბრალოდ შეუძლებელი იყო და არც პრაქტიკა არ იყო და რეკომენდაციაც იგივე გაფართოების ანგარიშის ფარგლებში ევროკავშირის იყო, რომ ეს რეგულაცია დაახლოებული ყოფილიყო მაქსიმალურად აღსრულების ნაწილში ასევე ევროპულ პრაქტიკას. ამიტომ ჩვენ მას შემდეგ დავიწყეთ უკვე დარჩენილი პროდუქტების, რომლებზეც დაახლოება განვახორციელეთ, რომ არ მომხდარიყო ეს საბაჟოზე, უბრალოდ ატარებს დეკლარაციულ ხასიათს გარკვეულ მათგანზე და შემდეგ უკვე ხდება გარკვეული ინფორმაციული ბაზის დაგროვება და შემდეგ ბაზარზე ამის ზედამხედველობა და შესაბამისი როგორც საბუთების მოთხოვნა და გამოთხოვა, ასევე მონიტორინგი უშუალოდ იმ პროდუქტების, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე სარეალიზაციოდ რა. ანუ თვითონ პრაქტიკა ევროპული ეს არ არის, რომ საბაჟოზე გავაჩეროთ, იმიტომ რომ ეს ქმნის გარკვეულ ბარიერს, აჩერებს პროდუქტს, ანუ იმპორტს და ვაჭრობას ორ ქვეყანას შორის და ამიტომ მაქსიმალურად ჩვენც გავამარტივეთ ეს პროცესი, უმტკივნეულო ყოფილიყო შესაძლებლობა აქვს იმპორტიორს, რომ დეკლარაცია, ასე ვთქვათ, ატვირთოს, გულისხმობ არასაბაჟო
დეკლარაციას, არამედ დეკლარაცია, რომელიც მოითხოვება ბაზარზე დამხმარების მიზნებისთვის, რომ წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეს შეუძლია გააკეთოს ან 1 წლით ადრე, ან 1 თვით ადრე და არ აქვს შეზღუდვა, რომ მაშინ, როდესაც უშუალოდ ის საზღვარს მოადგება პროდუქტი, მაშინ არ მოხდეს ამ პროდუქტის იგივე გადაწყვეტილების ცდაზე მოცდენა და რეალურად არ შეჩერდეს იმპორტი და ვაჭრობა ქვეყნებს შორის. ეს იყო მიზანი თავის დროზე, როდესაც სპეციალური სოფტი დაინერგა, ამ სოფტში ატვირთვა შეუძლიათ დისტანციურად მათ შორის ამ დოკუმენტების შესწავლა ხდება და მაქსიმალური ვადა აქვს სააგენტოს 3 დღე, რა ვადაშიც უნდა მოახდინოს უკვე პასუხის გაცემა, ან დახარვეზება და მე ასწორებს უკვე იმპორტიორი, ან ამ შემთხვევაში უბრალოდ თანხმობა მიდის ავტომატურ რეჟიმში 3 დღეში თუ შეუსაბამობი არ არის და შეუულებრივად როცა უნდა მაშინ შემოაქვს ის პროდუქტი ამ თანხმობით. გასაგებია, მადლობა. რამდენიმე სხვა საკითხიც მაქვს თუ შეიძლება რომ გაგვარკვიოთ უფრო მეტად. პირველი თუ პროდუქტი სერიოზულ საფრთხეს ქმნის ევრორეგულაციაში არ არის გათვალისწინებული მისი რეექსპორტი, როგორც ხვდებით. ჩვენ ვაპირებთ რეექსპორტი, ერთ ალტერნატივად გავითვალისწინოთ, გარდა იმისა, რომ თქვა უსაფრთხოდ გაუნებლებელყო რაღაცა, შეიძლება რეექსპორტზე გავიტანოთ, ასე ვთქვა და რატო გახდა საქართველოს კონტექსტში ეს ნაწილი რელევანტური და მეორე კითხვა მაინტერესებს უკვე სანქციების ნაწილზე მექნება თქვენთან კითხვა. აქ სანებართო პირობების დარღვევისთვის თუ სამშენებლო სამართა დარღვევებისთვის სხვადასხვა ტიპის ჯარიმებია გათვალისწინებული და არ არის დიფერენცირება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან, შემთხვევებთან. ესეც წეგარაც ახსენეთ დიფერენცირება ადგილის მიხედვით და ამასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ნორმალური ობიექტები არ არის, ასე ვთქვა, თუ რამე სხვა მიზეზია, რომ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის არ არის დიფერენცირება. მადლობა. და როგორც წესი იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის როგორც წესი ქართულ კანონმდებლობაში არის განსხვავება. მადლობა კითხვისთვის. ძირითადად ეს იმ მასშტაბის მშენებლობებია, როგორც თავიდანვე აღნიშნე, რომელიც არის მომენტებური საფრთხის ობიექტი, ანუ მასშტაბით თავისი სიდიდით საფრთხის შემცველობით არის დიდი პროექტი, რომელსაც ახორციელებს იურიდიული პირი. ძირითადად შესაბამისად ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც არის, თუმცა თავის დროზეც ესე რეგულირდებოდა, ეს არის რეკრეაციული ზონა, გუდაური ხდება ესეთ რეკრეაციულ ზონაში მაგალითად, სადაც შედის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასიც, ანუ მეხუთე კლასად არის იდენტიფიცირებული დანარჩენი კლასებიც. აქედან გამომდინარე, იქ ფიზიკურ პირთან შეხება არის, თუმცა დიფერენცირება არ არის, რადგან ჯარიმა რეკრეაციულ ზონაში არის მაღალი, იყო მანამდეც და ეხლაც რჩება იგივე. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, არ დავყავით ეს გამომდინარე მისი მასშტაბურობიდან, როგორც გითხარით და საფრთხის შემცველობიდან გამომდინარე ობიექტებზე. პირველი კითხვა შემახსენეთ. ხო, რეექსპორტს რაც შეეხება, ეს დირექტივას მართალიბძანეთ, დირექტივა არ მოიცავს ექსპორტის და რეექსპორტის შესაძლებლობას, მაგრამ გამომდინარე იქედანაც ჩვენ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გარკვეული პროდუქტი, რომელიც შემოდის და საფრთხის შემცველია ჩვენთან, იგივე პროდუქტზე შეიძლება იგივე ან უკან გატანის შემთხვევაში იგივე წარმოშობის ქვეყანაში არ იყოს პრობლემა, ანუ არ ქონდეს იმ ქვეყანას შესაბამისი რეგულაცია, ან მესამე ქვეყანაში იგივე ან სამეზობლოში, ან მესამე ქვეყანაში შეიძლება ქონდეს ამის გატანის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ჩვენ ცოტა მობიერები ვიყოთ, მოკლედ ბიზნეს სუბიექტების მიმართ და არ ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ დავაზარავოთ, ანუ სერიოზული ზიანი მივაყენოთ ფინანსური, ვაძლევთ შესაძლებლობას. თუმცა აქაც დისკრეცია აქვს თვითონ სააგენტოს და თუ ის მაღალი რისკის მატარებელია და მისი გადაადგილებაც კი ან დაბრუნება მესამე ქვეყანაში იქნება ეს თუ თავის წარმოშობის ქვეყანაში, ამის მატარებელია უკვე ესეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მის განადგურების შესახებ. ანუ ეს არის ერთ-ერთი ოპცია, რომელიც თუ ამის შესაძლებლობას იძლევა და ესეთი საფრთხის მატარებელი არ არის, რომ უკან დაბრუნდეს და არ დაზარალდეს ამითი ბიზნეს ოპერატორი. ესეთ შემთხვევები ქონდა ჩვენ აი რა ვიცი ცემენტზე იყო, არმატურაზე იყო ბევრი შემთხვევა, რომელიც ჩვენს რეგულაციაში ვერ ხვდებოდა, ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტს, თუმცა ის არ იყო იმდენად საფრთხის შემცველი, რომ უკან დაბრუნებულიყო იგივე თავის წარმოშობის ქვეყანაში და იქ გადამუშავებულიყო და სხვა პროდუქტი მიიღოთ, ან იგივე პროდუქტი ეს რეალიზება მომხდარიყო იმ ქვეყანაში, სადაც ესეთი შედარებით მაღალი სტანდარტი უსაფრთხოების არ მოითხოვებოდა.
ამიტომ ეს ოფცია არ მოვკალეთ და თუმცა როგორც თქვი მაგ თავარი რაც არის დისკრეცია სააგენტოსი, როდესაც სააგენტო ხედავს რომ არის მაღალი საფრთხის მატარებელი და მის გაბრუნება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში ადგილზე განადგურების დავალებას იძლევა ოქმის შესაბამისად. მადლობა. დიდი მადლობა. მაგაში ნამდვილად გეთანხმებით, უბრალოდ გინდოდა რომ მეტი გაგვიგო ასე ვთქვათ რა იყო ამ გადაწყვეტილების უკან, იმიტომ რომ ნამდვილად თითოეული რეგულაცია დირექტივა მიიღება 27 სახელმწიფოს მიერ, მათ თავიანთი კონტექსტი აქვს, თავიანთი ინტერესები აქვს და ბუნებრივია სხვა ქვეყანაზე როცა ხდება მისი გავრცელება, შეიძლება კონტექსტიდან გამომდინარე რაღაც ცვლილებები დამატება გახდეს საჭირო, ოღონდ იმ მინიმალური პრინციპების და სტანდარტების დაცვით, რაც ან დირექტივაში, ან რეგულაციაშია გათვალისწინებული, თორე გასაგები 100%-ით შეიძლება არ იყოს შესაბამისობა. მადლობა, სხვა კითხვები თუ გაქვთ? დიახ. კი. მადლობა. მაინტერესებს ახლა აი ამ ახლად დანერგილი რეგულაციების გათვალისწინებით, ფიქრობთ თუ არა ამ ზედამხედველთა სამსახურის თუ როგორც ქვია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რამე ტრეინინგებს მათი აი რომ რაღაცა უფრო მეტად იყვნენ გარკვეულები აი ყველაფერ ამაში რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. ახლა როგორც გითხარით თვითონ ეს ორგანო თუ ბაზარ ზედამხედველობის ორგანოს გულისხმობთ, იმიტომ რომ აქ რამოდენიმე ზედამხედველობა ერთი ტექნიკური და სამშენებლო მიმართულებით არის და მომენტებულ საფრთხის ობიექტებზე და მეორე არის ეს ბაზარი ზედამხედველობა, რომელიც უშუალოდ სამხმარებლო პროდუქტებს და ინდუსტრიულ პროდუქტებს აზედამხედველებს. ამ შემთხვევაში 2019 წელს არის ეს სააგენტო შექმნილი და მას შემდეგ მუდმივ ტრეინინგებს გადის ის ახალი შემადგენლობა, რომელიც დასაქმებული არის ამ სააგენტოში. ან თვითონ იმდენად ახალგაზრდა, რომ მუდმივ სწავლების პროცესში არიან, შესაბამისად ის ტექნიკური რეგლამენტი, რომელსაც მთავრობა ღებულობს სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში მოთხოვნებით, მასზე ხდება სპეციალური ადამიანების დატრეინინგება, მათ შორის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შემდეგ ჩართვა უკვე ამ პროდუქტების ზედამხედველობის. ამიტომაც ჩვენ ვიღებთ გარკვეულ გარდამავალ პერიოდებს, კონკრეტულ ტექნიკურ რეგლამენტს როცა ვღებულობთ, ერთი არის ვალდებულება, რაც ევროკავშირთან ჰქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ წლების მიხედვით გავყვეთ, თუმცა ამ მოქმედების ვადად განსაზღვროთ ყოველთვის ერთი ბიზნეს სუბიექტების მზაობას, რომ ისინი გადაერთონ ამ ახალ მოთხოვნებზე და დაგეგმონ შესაბამისად ბიზნეს პროცესები და მეორე ნაწილი არის უკვე ჩვენი სტაფის ანუ ადგილობრივი დასაქმებულების შესაბამისი ცოდნის ამაღლება, რომ მათაც ბაზარზე იმ ცოდნით უზრუნველყონ ამის შესაბამისობა. ამ ახალ რეგულაციებს რაც შეეხება, ძირითადად აქ დიდი სიახლე არ არის გარდა ახსულებითი ნაწილისა, რომელზეც რა თქმა უნდა ტრეინინგი უკვე განხორციელებულია ამ სააგენტოში დასაქმებული ადამიანების. მადლობა. ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს პროდუქცია თუ იმდენად საფრთხის შემცველი, რომ რეექსპორტზედაც არ ხერხდება ამის გადატანა. მანამდე რომ მოხდეს შემოწმება ამ პროდუქციის, არის ამის შესაძლებლობა, რომ არ შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაში, ასე ვთქვათ. დიახ, ეგ თქვი, ანუ გარკვეულ პროდუქტებზე ჩვენ ვახორციელებთ საბაჟოზე თვითონ ამის გადამოწმებას და არ უშვებთ ესეთ პროდუქტებს, მაგრამ არის პროდუქტები, რომელიც უფრო ნაკლები საფრთხის შემცველია და ეგეთ პროდუქტებზე საბაჟოზე კონტროლი არ ხორციელდება, რადგან ეს არ არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომ არ შეჩერდეს ვაჭრობა. თუმცა ვალდებულება თვითონ ბიზნეს ოპერატორს აქვს, რომ ის პროდუქტი, რომელიც რეგულირების ქვეშ არის, იმ საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად განათავსოს და შესაბამის დოკუმენტაციაც ახდეს შესაბამისობის დამადასტურებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ გავრილი აქვს შესაბამის ტესტირება, გავრილი აქვს უსაფრთხოების ნორმები და აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ვითხოვთ. შემდეგ ხდება ბაზარზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მონიტორინგი და ამ მონიტორინგის შესაბამისად თუ გამოვლინდება ესეთი პროდუქტი, უკვე ხდება ან რეალიზაციის შეჩერება. რეალიზაციის შეჩერება ძირითადად არის ის ღონისძიება, როდესაც პროდუქტს არ ახლავს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მანამ სანამ ის წარმოადგენს ამ დოკუმენტებს, მანამდე რეალიზაცია უჩერდებათ, ანუ ვერ გაყიდიან იმ პროდუქტს. მეორე არის გამოთხოვა, ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე სერიოზული საფრთხის მატარებელია და დადასტურებული არის ეს საფრთხე და უშუალოდ მომხმარებლისგან ხდება ამ პროდუქტის გამოთხოვა. ანუ
ესეთ შემთხვევა იყო საერთაშორისო მათ შორის აი Samsung-ს აუფეთქდა რაღაც ტელეფონი და მოხდა მომხრობისგან ჩვენთან სამწუხაროდ ესეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაშინ არ იყო ეს რეგულაცია დამდგარი, მაგრამ ესეთ შემთხვევებს ითვალისწინებს და მათ შორის არის საერთაშორისო ესეთი RAPEX-ი აქვე პლატფორმა, სადაც იდება მსოფლიოში იდენტიფიცირებული ესეთი საფრთხის შემცველი, დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტები და ამითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ როგორც ერთ სახელმძღვანელო. დანარჩენი უკვე ბაზარზე ხდება უშუალოდ მონიტორინგი იგივე სათამაშოებზე, იგივე რაღაცა ქიმიური ისეთ შემადგენლობის მქონე პროდუქტებზე, რომლებიც მოხმარებისთვის ხელმისაწვდომია სამოხმარო პროდუქტებს გულისხმობ. დიდი მადლობა. სხვა კითხვები, მოსაზრებები ხო არ გაქვთ? დიდი მადლობა, მაშინ თქვენი ნებართვით კენჭისყრაზე დავაყენებ ამ საკითხს, ვინ ხართ მომხრე ამ ნაწილში. მადლობა. მადლობა ბატონ გენადი, თქვენ გაქვთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თანხმობა პირველ მოსმენით ამ ნაწილზე და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საპარლამენტო პროცედურებშიც და ზოგადად ამ ცვლილებების აღსრულების ნაწილშიც. დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტი დასრულებულია.